ფიზიკური ძალადობა, მუქარა ნივთების წართმევა. კვლავ ასეთია მანდატურების ქცევა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ესწრებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრ გელა ხასაიას პროცესს. მას პატიმრობა შეუფარდეს. კვლავ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა მანდატურების სამსახურის უფროსი დავით მატიაშვილი. მანდატურების სამიზნე გახდნენ ჟურნალისტები, მათ შორის ფორმულას რეპორტიორი ნატალი ჯახუტაშვილიც. რა აძლევთ მანდატურებს ასე მოქმედების თავისუფლებას? რიზი ვეკუა გვერდება პირდაპირ ეთერში ამთებით. დიახსაფა თავდაპირველად საუბარს დავიწყებ თუ როგორ განვითარდა მოვლენები თბილისის საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ რაც მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთი ღონისძიების სახით გელა ხასაიას პატიმრობა შეუფარდა. ამის შემდეგ დარბაზში გაისმა გამამქნევებელი შეძახილები გელა ხასაიას მიმართ. მოქალაქეები მას ეუბნებოდნენ რომ ისინი არ გაჩერდებიან მანამ სანამ მას არ დაიხსნიან, რის შემდეგაც მანდატურებმა უკვე დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. იქ დამსწრე საზოგადოების მიმართ გაიყვანეს ძალის გამოყენებით მოქალაქეები დარბაზიდან. უნდა აღინიშნოს რომ ხტომა უკვე დასრულებული იყო. ამ დროს მანდატურებმა ისინი დერეფანში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაათრიეს, უტყეს ქალებს, დიდი აგრესიით გამოირჩეოდა უკვე არაერთხელ ჩვენგან ხსენებული და ძალადობაში მხილებული საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი, რომელიც ძალის გამოყენებით ქალებს ურტყამდა სახეში და მან ასევე წაართვა ჩვენს ჟურნალისტს, ჩვენს გადამგებ ჯგუფს ნატალი ჯახუტაშვილის ტელეფონის და შემდეგ მას გატეხილ მდგომარეობაში დაუბრუნა ის. ამ ყველაფრის შემდეგ კი მას შემდეგ რაც მოქალაქეები დამსწრე საზოგადოება გაიყვანეს დერეფიდან, საქალაქო სასამართლოს შენობიდან, უკვე მათ მიმართ ძალადობა დაიწყეს. ეზოშიც ამ ყველაფერთან დაკავშირებული კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და თქვენ ახლა შეგიძლიათ რომ ეს კადრები ნახოთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვესაუბრეთ კოალიცია ცვლილებისთვის წევრებს, სამხალხო აქტივისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გელა ხასაიას მხარდაჭერისთვის შეიკრიბნენ გუშინ საქალაქო სასამართლოში და ისინი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათთვის არ ახალია მანდატურების მხრიდან მათ მიმართ ძალადობა, თუმცა ამბობენ იმას, რომ აუცილებლად მიიყვანენ ამ საქმეს ბოლომდე, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მანამ სანამ დავით მატიაშვილი და სხვა მოძალადე მანდატურები არ დაიშჩებიან, ისინი სამართლებრივ ბრძოლასაც ანონსებენ და ამბობენ, რომ ამ ყველაფრისთვის შესაბამის უწყებებსაც მიმართავენ იმის მიუხედავად, რომ არ აქვს გამოძიების იმედი, ამბობენ იმას, რომ დადგება დრო, როდესაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და ეს ყველა მოძალადე მანდატური დაიშჩება. მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამომგლიჯა ხელიდან მობილური ტელეფონი, როდესაც ვიდექი მე სასამართლოს დერეფანში და პირდაპირ მნიშვნელობით გატაცებული იყო ეს ტელეფონი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დამიბრუნეს ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე უკვე გატეხილ მდგომარეობაში. აი ეკრანი აქვს დაზიანებული ამ ტელეფონს. არ ვიცი რეალურად რატომ მომვარდა მანდატური, მისი იდენტიფიცირება ცხადია შემიძლია და ეს ის მანდატურია, რომელიც გამოირჩევა ზოგადად აგრესიით და ქალებზე ძალადობით და ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც უკვე დასრულებული იყო სასამართლო პროცესი და დაპირისპირება იყო დაწყებული მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, ანუ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშწორებას და ნაცემი იყო რამდენიმე ადამიანი მანდატურის სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ ამ ადამიანებს ყველანაირი მიზეზის გარეშე. მე რა თქმა უნდა ამ ჩხუბში ჩართული არ ვიყავი, ვიდექი
ვიდექი მოშორებით და უცებ მომვარდა ეს მანდატური და წამართვეს მობილური ტელეფონი. საგამოძიებო ორგანოებიდან ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია და არც ვიცი გამოძიება დაწყებული არის თუ არა. მე ჯერჯერობით არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება სარჩელს შევიტან თუ არა მანდატურის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არანაირი ილუზია არ მაქვს რომ ობიექტური განაჩენი დადგება ამ საქმეზე და არ მგონია რომ სასამართლო თავისივე თანამშრომელს გაამტყუნებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ გუშინდელი შემთხვევა მე მაინც ვფიქრობ, რომ იყო უპრეცედენტო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს საქალაქო სასამართლოს შენობაში ასეთი გავეშებული მანდატურები, გუშინ მათ ჰქონდათ მზადყოფნა იმისთვის, რომ თავს დაგსხმოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ძალადობა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამიზნედაც ყავდათ გარკვეული ადამიანები ამოღებული, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც მატიაშვილმა დამინახა პირდაპირ შემომხედა სახეზე, მაშინ დამარტყა მუშტი. გელა ხასაიას პროცესის დასრულებისთანავე გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე წარმოუდგენელი ამბავი იყო, ანუ ვერავინ ვერ ხვდებოდა საერთოდ რატომ დაიწყო ჩხუბი და რა ხდებოდა. უცებ დაიწყო ჩოჩქოლი, რაშიც მოვყევით მათ შორის ჩვენ და განსაკუთრებით უდიდესი აგრესია იყო ქალების მიმართ. მინდა საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ მანდატურები, რომლებიც მათ მოვალეობას უნდა ასრულებდნენ სასამართლოს შენობაში, ერთადერთი რამით არიან დაკავებულები, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ქალებს ურტყან იძალადონ აქციის მონაწილეებზე, ანუ აქტივისტებზე. გუშინ არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურების მხრიდან უიხელეთი ძალადობა დამსწრე საზოგადოების მიმართ, თუმცა ამ დრომდე ჩვენ არც აქამდე მომხდარ ფაქტებზე არ გვინახავს გამოძიება, არ გვინახავს არათუ დაჭერილი რომელიმე მანდატური, ან მას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამდრული, არამედ ისინი არც კი დაუკითხავთ. სწორედ ამ ყოველფრის ფონზე არ აქვთ სამოქალაქო აქტივისტებს იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საქმის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება, რომელიმე თავდასხმაზე დაიწყება გამოძიება, პირიქით ისინი ახსენებენ ნინო დათაშვილს, იმ სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ასევე სწორედ ამ შეხლა შემოქმნის დროს დასვეს ბრალდებული სკამზე და მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და ასევე მას სწორედ მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. სწორედ ამიტომ სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს პირობებში განაგრძობენ ამ ადამიანების მიმართ სამართლებრივ ბრძოლას.